და ხალხის შეკითხვებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილურავა უპასუხებს. საღამოშვიდობისა, ქალბატონო ირინა, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ცხრიანისთვის. საღამოშვიდობის. მოგესალმები, დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. მოდით, კონკრეტული კითხვა მაქვს პირველივე. რა დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თბილისის მოსახლეობას უთხრათ, რამდენით გაიზრდება მათთვის ტარიფი, რომ გაიზრდება ამ შესახებ უკვე მაესტროს ეთერში ისაუბრა ენერგეტიკის მინისტრმა. წინასწარ ამის თქმა არის შეუძლებელი, იმიტომ რომ დღეს შემოვიდა სატარიფო განაცხადი თელასისგან დღის ბოლოს. პრაქტიკულად ჩვენ ვერც მოვასწარით ამ სატარიფო განაცხადის ნახვა და მასზე დადართული დოკუმენტაციის გაცნობა. ჩვენ გვაქვს პირველ რიგში 3 სამუშაო დღე იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ თუ არა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება თელასის სატარიფო განაცხადზე, ხოლო ამის შემდეგ კომისიას აქვს 150 დღე იმისთვის, რომ უკვე მიიღოს გადაწყვეტილება უშუალო ტარიფთან დაკავშირებით. ქალბატონო ირინე, თუ გადაწყდება თელასის შემთხვევაშიც ტარიფის გაზრდა, რა იქნება თქვენი არგუმენტი? ანუ ენერგოპრო ჯორჯიამ ამ შემთხვევაში თავის არგუმენტად დაასახელა ის, რომ ტარიფი მასაც გაიზარდა. კომისიამ მიიღო ამ შემთხვევაში დაბალანსებული გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ ერთ მხარეს დგას კომპანიის კომერციული ინტერესი და მეორე მხარეს დგას მოსახლეობის ინტერესი, რომ მიიღოს შეუფერხებლად ელექტროენერგია, უწყვეტად მიიღოს ელექტროენერგია. დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ ამ საფუძვლით იქნა განპირობებული. ამიტომ თელასთან დაკავშირებით რა იქნება, ამაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომისია სწორედ ამ ბალანსს დაიცავს ტარიფზე გადაწყვეტილების მიღებისას. და აქვე გითხავთ თქვენ ვინაიდან ინტერესი ახსენეთ, საინტერესოა თქვენი გადაწყვეტილება ვის სასარგებლოდ იქნება? დააკმაყოფილებთ მოსახლეობის ინტერესს, ანუ პრიორიტეტი იქნება მოსახლეობა თუ კომპანია, რომელმაც მოგმართა ტარიფის ზრდაზე უკვე? სწორედ ეს აღნიშნეთ ჩვენ პასუხში, რომ კომისია ასეთ შემთხვევაში ვალდებულია, რომ ბალანსი დაიცვას ამ ორი ინტერესის შორის. ერთის მხრივ კომერციული ინტერესი კომპანიის და მეორეს მხრივ მომხმარებლის ინტერესის შორის. ამიტომ ის ბალანსია მთავარი იქნას დაცული კომისიის მიერ. ასაგებია. არის თუ არა თელასის ენერგოპროჯორჯის მსგავს კრიზისულ ვითარებაში ეს კარგი იქნებოდა თავად თელასის წარმომადგენელს ესაუბრა ამ თემის შესახებ, თუმცა მათ დღეს ჩვენი ეთერი არ გამოიყენეს. თქვენი პასუხი იქნება საინტერესო ამ შემთხვევაში. განმარტებითი ბარათი, რაც მათ წარმოადგენეს, ეს საკმაოდ მოკლე დოკუმენტი იყო, იქ იყო ძირითადი მიზეზები ჩამოთვლილი, რის გამოც კომპანიამ მიმართა კომისიას. ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ვალუტის კურსის ცვლილება, რაც მათ ჰქონდათ დასახელებული. უბრალოდ მინდა დავაზუსტო, რომ განცხადებით ენერგოპრო ჯორჯიასგან თელასის შემთხვევაში არ მოხდება მხოლოდ ელექტროენერგიის შესაწყები ღირებულების გადახედვა, აუცილებლად მოხდება გადახედვა ასევე განაწილების ტარიფისაც, რომელშიც უშუალოდ არის, ასე ვთქვათ, თავმოყრილი საოპერაციო დანახარჯები, კაპიტალური დანახარჯები და უშუალოდ კომპანიის დანახარჯები. ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ თუ კი რაიმე რეზერვი თელასის ტარიფში არსებობს, ეს რეზერვი იქნას მიმართული მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ. ჩვენ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სავალუტო რყევები გვესმის ძირითადად, თუმცა მაინც გითხავთ, ლარის კურსის გაუფასურება ის ძირითადი მიზეზია, რის გამოც კომპანიები კრიზისში აღმოჩნდნენ, თუ შესაძლოა მენეჯმენტთანაც ჰქონდეს პრობლემა. შეგვიძლია ამ მიმართულებით თქვენი პოზიცია მოვისმინოთ? ამ შემთხვევაში, მაგალითად, იგივე ენერგოპროჯორჯიის შემთხვევაში ცალსახად ჩანდა ეს ფინანსური კრიზისი. ჩვენ რომ ტარიფი არ გაგვეძურებინა, ეს დაახლოებით 66 მილიონიანი ზარალი იქნებოდა, პირდაპირ ზარალი იქნებოდა კომპანიებისთვის. ასეთ შემთხვევაში კომპანიები როგორც წესი იწყებენ საოპერაციო დანახარჯების გაუმართლებელ შემცირებას, სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებას და ეს შემთხვევა იყო ზუსტად ენერგოპროჯორჯიის შემთხვევაში. თავისთავად ცხადია, რომ ესეთი მიდგომა კომპანიის უკვე აისახება მომსახურების ხარისხზე და პრინციპში კომპანიამაც დაადასტურა ეს, რომ მათ შეჩერებული აქვთ რეაბილიტაციის საკითხები, ასევე გამრიცხველენების პროგრამა შეფერხდა, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ჩვენ საინვესტიციო კომპანიის საინვესტიციო პროგრამა წინასწარ შევითანხმეთ და კომისიას აქვს სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრული, როგორ იქცევა კომისია, თუ კომპანია ვერ ასრულებს ამ საინვესტიციო პროგრამას. ქალბატონო ირინა, და საკითხი, რომელიც პრინციპში უშუალოდ თქვენს გეხებათ და სემეკს დღესაც ისმოდა განცხადებები მის შესახებ, რომ სემეკი არის ენერგეტიკის სამინისტროს გავლენის ქვეშ. რას პასუხობთ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი პოზიცია აქვთ? Შემიძლიათ თამამად და ღიად გითხრათ, რომ ერთადერთი ასე ვთქვათ კომფორტი, რაც აქვს სემეკს გადაწყვეტილების მიღებაში არის ის, რომ სემეკი არის
სრულიად თავისუფალი და ესეც გამოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისას. თუმცა ასეთი ბრალდებები, როდესაც ისმის, თუ უფრო მეტნი იქნებით, შესაძლოა აღარ იყოს. ვინაიდან 3 წევრი ხართ, არ გიჭირთ 3 წელს გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენი შემდეგი შეკითხვა რაშიც მდგომარეობს, როდის შეივსება გუნდი? ძალიან კარგი შეკითხვა, დიდი მადლობა ამისთვის. რა თქმა უნდა, 3 წევრის პირობებში ძალიან ძნელია, საკმაოდ დიდი სამუშაო დღესდღეობით სემექს. ძალიან ძნელია მუშაობა, მით უმეტეს ოქტომბრის თვეში ერთ-ერთ წევრს გაზდის ვადა, ამიტომ ეხლა უკვე აუცილებელია, რომ კომისიის გუნდი შეივსოს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასე ვთქვათ, დაანონსა, ეს შერჩევა დაწყებულია პრეზიდენტის მხრიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ სექტემბრის დასაწყისში მაინც კომისია უკვე იქნება სრული შემადგენლობით. ჩვენ შევეცდებით გავეცნოთ წინასწარ კანდიდატებს და ცხრიანს მივაწვევთ ექსკლუზიური ინფორმაცია. ირინა მილოროვას ძალიან დიდი მადლობა, რომ იყო ცხრიანის სტუმარი, სამეკის თავმჯდომარე.